კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო და გთავაზობთ ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის მიმოხილვას. რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე უკვე მე-5-ად გამოიცვალა გათამაშების ლიდერი, რაც მიმზიდველს და საინტერესოს ხდის მთელს ჩემპიონატს. თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენების განვითარებას. დავიწყოთ წითელი ზონით. 29 მარტს ქალაქ რუსთავში გაიმართა მატჩი ადგილობრივ ხარებსა და ბათუმის შორის. ჩვენ დასაუბედროთ ამ მატჩის ვიდეო ჩანაწერის მოპოვება ვერ შევძელით, ამიტომ მოგვიწევს ზეპირ სიტყვიერებაზე გადასვლა. ანგარიში რუსთაველმა მანუჩარ ჭავამ მე-17 წუთზე გახსნა. 3-0 დაწინაურდნენ რუსთაველები, რასაც მალევე მოყვა წყვილი ჯარიმა ზღვისპირელთა დამტყმელის ოდიშარიასი. დუელი ამ ორ დამტყმელს შორის პირველი ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა და 3-2, ანუ 9-6 დამთავრდა რუსთაველთა სასარგებლოდ. განახლდა მეორე ტაიმი და განახლდა დუელიც. რუსთაველმა ჭავამ წყვილი ჯარიმა, ხოლო ოდიშარიამ ერთი ჯარიმა მიაყოლეს მეორე ტაიმში და 55 წუთისთვის ანგარიში გახდა 15-9. ზღვისპირელებს წაგების სუნი ეცა და ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ფლანკერმა ცირეკიძემ ამ მატჩში ერთადერთი და უკანასკნელი ლელო 65 წუთზე გაიტანა. მათ და სამწუხაროდ ლელოს რეალიზება არ მოყოლია და საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ბათუმელთა წაგებას ეს ყველაფერი ბათუმელთა წაგებას ნიშნავდა 15-14 და ხარებმა შვებით ამოისუნთქეს. შემდეგი მატჩი გარკვეულწილად იმავე თემას ეხებოდა, გულისხმობ დაძაბულობის ხარისხს და აკადემიკოსების სატურნირო გეგმებს. შევარდენის სარაგბო ბაზა 29 მარტს აკადემიასა და განსხვავებული გეგმების მქონე თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ლურჯ თეთრ კომბინირებულ მაისურებში წარდგა აუდიტორიის წინაშე. აქაც ისევე როგორც წინა მატჩი, პირველ ნახევარში დამტყმელთა დუელი გაიმართა და თითქოს იგივე ანგარიში 9-6 უნდა დამთავრებულიყო. ამ ეპიზოდში თქვენ ნახეთ თუ როგორ გაიხსნა ანგარიში. სოსო მათიაშვილმა გახსნა ერთი ჯარიმით ანგარიში, შემდეგ ამას მიაყოლა მეორე ჯარიმაც, ანგარიში მიყავდათ აკადემიკოსებს, მაგრამ აქ ბექა ციკლაურის საპასუხო დარტყმების სერია მოყვა, ერთ-ერთ მათგანს თქვენ ახლა უყურებთ და ანგარიში ამ წუთისათვის გახდა 9-6. მაგრამ ის რომ გაკვირვებისაგან ყბა ჩამოგდებული დაგტოვა მაყურებელი სოსო მათიაშვილმა, რომელმაც 47-48 მეტრიდან დაუგეგმავი არეკლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და შესვენებაზე ანგარიში 12-6 დააფიქსირა. განახდა მატჩი და ტაბლოზე გამოსახული ანგარიშით უკმაყოფილო რკინიგზელებმა, კერძოდ კი ჩიტიძემ 44 წუთზე თავისიანებს პირველი ლელო მიაშველა, რასაც ციკლაურმა გარდასახვა მიაყოლა და ფავორიტით პირველად დაწინაურდა 12-13. მალევე პირველი ტაიმის გმირმა მათიაშვილმა კიდევ ერთხელ და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საბოლოოდ დააწინაურა თავისიანები ანგარიში 15-13. მიმდინარეობდა მატჩის 59 წუთი, ლოკომოტიველები გააფთრებულ შეტევაზე გადავიდნენ. თქვენ სწორედ ამ ეპიზოდს ადევნებთ თვალყურს. მარცხენა ფრთაზე ვითარდება მოვლენები. ერთი მოლის მერე, როდესაც ინიციატივას ლოკომოტიველები ფლობდნენ, საჯმა დააჯარიმა აკადემიკოსები. მოვლენები ვითარდება 3-4 ჩათვლის მოედნიდან. აქ სწრაფად გაათამაშა ლოკომოტივმა ბურთი და მათმა ფლანკერმა კიკვიძემ ლელოთი დაასრულა ეს მოულოდნელი გაგრძელება ამ შეტევის, რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ მატჩს, სადაც დაფიქსირდა ანგარიში 15-20 ლოკომოტიველთა სასარგებლოდ. 29 მარტს ავჭალის სტადიონზე 700 კაციანი აუდიტორიის წინაშე თბილისის არმია დაუხდა თანაქალაქელ არმაზელებს. წინა ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტის მანდიით შემოსვა რომელიმე მათგანის აშკარად საშარო საქმე იყო. ამჯერად არმაზელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის განმავლობაში შეძლეს ღირსეული წინააღმდეგის გაწევა. მწვანე მაისურებით არიან, ხოლო არმიელები შავი ფორმით. აქ თქვენ შეტევაში ხედავთ არმაზელებს, მიმდინარეობს თამაშის მე-19 წუთი, როდესაც საჯმა არმიელები დააჯარიმა. არმაზელებმა სწრაფად მოახერხეს ამ ბურთის გათამაშება, შეუტიეს, გადაინაცვლეს რამოდენიმე მეტრი წინ. აქ ირაკლი აბუსერიძე ცდილობდა ბურთის გამოტანას, მაგრამ ვინაიდან ეს არ მოხერხდა, საჯმა მიუტიტა ჯარიმისკენ, რომლის რეალიზება დავით კიკნაძეს მიანდეს. დათო კიკნაძემ კი გადასარევად შეასრულა ყველაფერი ეს და ანგარიში გაიხსნა.
გავიდა სულ რაღაც 3 წუთი და ბახვა ყოβახიძემ იგივე წონის პასუხი გასცა ანგარიში გახდა 3-3. მაგრამ ტაიმის ბოლოსათვის არმაზელებმა გააფთრებით შეუტიეს. აი სწორედ ამ შეტევას ადევნებთ ახლა თვალყურს, როდესაც მივახლოვდნენ 22 მეტრიან ზონას და აქ უკვე დაჯარიმდნენ არმიელები. რა თქმა უნდა, ისევ კიკნაძეს მოუხმეს დასარტყმელად. კიკნაძემ თავისი მისია გადასარევად შეასრულა და ანგარიში კვლავ დააწინაურა თავისი კუნდელები. განახლდა თამაში და არმიელებმა მეორე ტაიმში 33 უპასუხო ქულის მოპოვება შეძლეს, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ერთ-ერთ ესეთ ეპიზოდს თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს 46 და 51 წუთებზე ისევ ბახვა ყობახიძე მივარგა, რომელმაც წყვილი ჯარიმა შეუგდო მოწინააღმდეგეს და პირველად დააწინაურა თავის გუნდელები ანგარიშით 9-6. მიმდინარეობდა თამაშის 59 წუთი. არმია უტევდა, მაგრამ მათ დაკარგეს ბურთი. თავის მოედანზე არმაზელებს უნდათ ბურთი გაეთამაშებინათ არაზუსტი პასი და აქ ჩაჭრა გადაცემა გაგოშვილმა და დიაგონალურად 1, 2, მესამე მოწინააღმდეგეც მოიჭრა უახლოვდება ჩატლის მოედანს და დაასრულა ეს შეტევა ჩატლის მოედანში. ეს გახდა მატჩის პირველი ლელო. აი ეს ეპიზოდი, რომელსაც თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გრძელდებოდა. მხედველობაში მაქვის ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ არმიელებს შერკინების მიცვალაში. ისინი სწორედ ამ ეპიზოდში დაჯარიმდნენ, რასაც ყობახიძემ მიაყოლა მორიგი ჯარიმა. ეხლა კი თქვენ ადევნებთ თვალყურს კიდე ერთ შერკინებას, არმაზელთა ჩათვლის მოედანს და რა თქმა უნდა არმიელებმა ძლავრი შეტევა განახორციელეს, ისინი უახლოვდებოდნენ ჩათვლის მოედანს, მაგრამ აქ იმისა გამო რომ მათ დაარღვიეს წესი, საჯი იძულებული გახდა, რომ ჩაეთვალა ტექნიკური ლელო. ეპიზოდი, რომელსაც თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს, მარცხენა ფრთაზე ვითარდება მოვლენები, ყობახიძემ ხელთ იგდო ბურთი და მესამე ლელო მოუტანა თავის გუნდს. უნდა აღინიშნოს, რომ ყობახიძემ ამ მატჩში 26 ქულას მოუყარა თავი, რაც თავისთავად ღირსშესანიშნავი ფაქტია. ამით არმიელები არა მარტო იმ დღეს, არამედ როგორც მოგვიანებით გაერკვა, მინიმუმ ერთი კვირით ჩაუდგნენ სატურნირო ფელეტონს თავში. 30 მარტს განახლდა ტური, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ავჭალის სარაგბო სტადიონზე 500 მაყურებლის წინ თბილისის ლელო, გათამაშების ლიდერი იმ წუთისათვის და ჯიქები. ანგარიში გაიხსნა მე-5 წუთზე, როდესაც ირაკლი ყიასაშვილმა სადღაც 48 მეტრიდან ფანტასტიკური დარტყმით გახსნა ანგარიში, ამას მიაყოლა მეორე ჯარიმაცვე. მიმდინარეობდა თამაშის 33 წუთი, როდესაც ჯიქებმა ზაფრად შეუტიეს, მარჯვენა ფრთაზე მიმდინარეობდა შეტევა, მარჯვნივ უკვე გამოიტანეს ბურთი და რამაზ ხარაზიშვილის გადასარევი ლელო, რომელმაც ანგარიში შეამცირა მინიმუმამდე. თამაშის მე-40 წუთზე ირაკლი ყიასაშვილს მიეცა საშუალება სადღაც 47-48 მეტრიდან მეორედ კიდევ უფრო დაეწინაურებინა თავისი გუნდი და ეს მისია მან გადასარევად შეასრულა. პირველი ტაიმი ამით დამთავრდა 9-5 ლელოს გამარჯვებით. განახლდა მეორე ტაიმი. ბურთს აკონტროლებდნენ ჯიქები, მაგრამ ამ დროს სანდრო ქოიამამ ამ მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად ერთი წითელი დატოვა მან მოედანი, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა შემდგომში უკვე თბილისის ლელოს. 59 და 53 წუთებზე რამაზ ხარაზიშვილმა წყვილი ჯარიმა შეასრულა და დააწინაურა თავისი გუნდი 9-11. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ 58 წუთს თამაშისას, როდესაც ლელომ შეუტია შეკრა მოლი, მძლავრად მიაწვა ჩათვლის მოედანთან სულ რამოდენიმე მეტრში, უახლოვდებოდნენ ისინი კიდევ უფრო და გიორგი ლომთაძემ საბოლოო ანგარიში მოახერხა ლელოს დადება, რითიც მოახერხა ისიც, რომ თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა ანგარიში 14-11. 74 წუთი რამაზ ხარაზიშვილმა ჯერ ერთი ჯარიმა შეასრულა წარმატებულად და ანგარიში 14-14 გახადა. ამ ეპიზოდში ისევ ლელოელები დაჯარიმდნენ, რასაც რამაზ ხარაზიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა, რამაც მათ 79 წუთზე უკვე უპირატესობა შეუქმნა, 14-17 უკვე ჯიქების სასარგებლოდ და მიმდინარეობდა თამაშის ბოლო წუთი, ფაქტიურად დრო უკვე ამოწურულიც კი იყო, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდა ლელოელებმა წამოიწყეს შეტევა, რასაც მოყვა ჯიქების კონტრშეტევა, მარცხენა ფრთაზე გავითარებული მოვლენები და ბიწაძის ლელო, ეს უკვე იყო თამაშის 91 წუთი, რამაც საბოლოოდ დაუსვა ამ მატჩში მიმდინარე ანგარიშს წერტილი 14-24 თბილისის ჯიქების სასარგებლოდ.
30 მარტის შევარდენის სარაგბო სტადიონი ერთმანეთს ხვდებიან ბოლნისის ყოჩები და ქუთაისის აია. ბოლნისის ყოჩები შავ-წითელ კომბინიზირებულ მაისურებში არიან, ხოლო ქუთაისის აია ცისფერ-წითელ კომბინიზირებულ მაისურებში. რა მოხდა ამ მატჩის საინტერესო? ჯერ ერთ-ერთი ვთქვათ ის, რომ ქუთაისელები საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ იმის გამო, რომ მათ წარდგენილი ყავთ 20 წლიანთა ნაკრებში 6 საუკეთესო მოთამაშე თავიანთი შემადგენლობიდან და ყოველივე ამას სერიოზული გავლენა იქონია მათ თამაშის ხარისხზე. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ყოჩების უპირატესობა თვალში საცემი იყო, მათმა დამთმელმა თემოს ოხაძემ ერთ-ერთ თქმას თქვენ ეხლა ადევნებდით თვალ ყურს 5 უპასუხო ჯარიმა შეასრულა მეტოქის კარში და თბილისის ყოჩებმა მოახერხა პირველი ტაიმის მოგება 15-0. განახდა მეორე ტაიმი, მიმდინარეობდა თამაშის 62 წუთი, როდესაც ქუთაისელებმა გადასარევად ივარგეს აუჩი, შევიდნენ 22 მეტრიან ზონაში და ეს შეტევა თემურ ირემაძემ ლელოთი დაასრულა. ანგარიში ამ წუთისათვის გახდა 15-7, რადგანაც სინაურიზემ რეალიზაციაც მიაყოლა ყოველივე ამას და თამაში გაგრძელდა. მიმდინარეობდა თამაშის უკვე 70-ე წუთი, როდესაც ქუთაისელები თავიანთ შერკინებაში დაჯარიმდნენ, სოხაძე მისარგებლა ამ შეტევაში გადასარევად შეასრულა მშვენივრად თავისზე დაკისრებული მისია და ანგარიში კვლავ გაზარდა 18-7. ქუთაისელებმა ყურები არ ჩამოყარეს თამაშის ბოლოსათვის. მათ გადასარევად მოახერხეს მოლის შეკვრა, მოლის გვერდზე ერთი დარტყმა, მეორე დარტყმა და გელა შალამბერიძემ საბოლოო წერტილი დაუსვა ამ მატჩს. მატჩის საბოლოო ანგარიში გახლავთ 18-12 ბოლნისის ყოჩების სასარგებლოდ. მიმოხილვის ბოლოს კი წარმოგიდგენთ მე-15 ტურის შემდეგ არსებულ სიტუაციას. თქვენ თვითონ მიადევნეთ თვალი ამ სიტუაციას. არმიელები მე-15 ტურის მერე ჩაუდგნენ წყვილს სათავეში, რაც შეეხება აკადემიას, ბოლო ადგილიდან არ მოუწვია ჯერჯერობით კიდევ ფეხი. რა მოხდება მომავალში ამას შემდეგ ტურებში მოგახსენებთ, ეხლა კი უნდა დაგემშვიდობოთ.